ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებამდე ცოტა ვითარება იცვლება, იმიტომ რომ აქ უკვე ლიდერობას ერთმანეთს ენაცვლება მსოფლიო იმპერია აქემენია და სპარსეთი, რომლის შემადგენლობაშიც ხვდებიან ჩვენი წინაპარი ტომები, მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი სამხედრო შენაერთები იყო მოსინიკების, ტაბარენების და სხვა ლაზური ხალიფების ტომების თქვათ აქემენია და სპარსეთის არმიის შემადგენლობაში. ამავდროულად გარკვეული ნაწილია საქართველოში იგივე სპარსული წყაროებიდან ბერძნულიდან ინარჩუნებს დამოუკიდებლობას აქემენია და სპარსეთისაგან, თუნდაც კოლხეთი, რაც რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა და კარგია და საინტერესოა, მაგრამ ისტორიის ცენტრმა აქემენია და სპარსეთის ზეობის ხანაში გადაინაცვლა ეგეოსის ზღვის აუზში. რატომ? იმიტომ რომ სოფლიო ზღვაზე უკვე ზღვაზე გადის კაცობრიობა და მსოფლიო ზღვებზე, არა ოკეანეებზე, არამედ ზღვებზე და ეს ზღვებს წარმოადგენდა მაშინ უფრო ხმელთაშუა ზღვის აუზი და შავი ზღვა ბატონობა პირდაპირ ნიშნავდა პირველობას დედამიწას. და აქ გამოჩნდა რამდენიმე პრეტენდენტი, ლიდერი პირველობის. სხვათა შორის ვერ ვიტყვით, რომ მაინც ფინიკელებმა გადაინაცვლეს დასავლეთში კარტაგენი დააარსეს დღევანდელი ტუნისის ადგილას და არჩარეულად აბრეშუმის გზის თავარ პროცესებში საქმე ის იყო, რომ ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში შედგა მსოფლიო სავაჭრო მაგისტრალი, დაიბადა ასეთი აბრეშუმის გზა, რომელიც მოიცავდა ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის არეალში ზღვის სანაპირო სივრცეებს, ხოლო აქეთ აზიურ მონაკოჩი აქემენიანთა ირანის ტერიტორიაზე გადიოდა, შემდეგ გადადიოდა ინდოეთზე და ბოლოს ამას შეუერთდა ჩინეთიც. და ეს იყო პირველი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, უკვე არა რეგიონალური, არამედ გლობალური, რომელიც ფაქტობრივად დედამიწის ყველაზე დასახლებულ სივრცეს ფარავდა, იმიტომ რომ რეალურად ამ არეალში იყო თავმოყრილი 90%-მდე კაცობრიობის რაოდენობისა. იმდროინელი კაცობრიობის 90% სწორედ სახლობდა, როგორც ირკვევა, აბრეშუმის გზის არეალში და მისი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ მის სახმელეთო მონაკვეთ ცალსახად აქემენიანთა სპარსეთი აკონტროლებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვაო სივრცის. იმიტომ რომ ხა შენ თუ არ ქონდა ხმელთაშუა ზღვასთან მისასვლელი და გასასვლელი, რა თქმა უნდა, სავაჭრო ბალანსი იმის მხარეს იქნებოდა, ვინც ამას აკონტროლებდა და აქ რა სპარსელებს გამოუჩნდნენ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, რომელთა მეთაურიც პირველ რიგში საზღვაო თვალსაზრისით იყო ათენი. და წავიდა ცნობილი ბერძენ სპარსელთა ომები, რომელიც შეიძლება უფრო თავდაპირველად მოუნათლოთ სპარსელთა და ათენელთა ომებად. და შესაბამისად ეს საბრძოლო მოქმედებები ყველამ კარგად ვიცით, ხო? მიდის ეგეოსის ზღვის აუზში და საბერძნეთში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უფრო მეტად, ვიდრე თქვა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე. ანუ პირველად სოფლიო ისტორიის ცენტრი აშკარად მე-5 საუკუნეში და მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში გადის დასავლეთისკენ, გადის იმ არეალიდან, რომელსაც თქვა ჩვენ ვეკუთვნოდით. არც თუ ისე შორს, მაგრამ გადის და ეს არის უფრო ეგეოსის ზღვის აუზი. ამის შემდეგ ასპარეზზე გამოდის ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც იპყრობს აქემენიანთა სპარსეთს, მეტი ჩადის ინდოეთამდე და დედაქალაქი ნახეთ მას პელადან ეგეოსის ზღვის აუზიდან ისევ ძველ სივრცეში, ისევ შუამდინარეთში ბაბილონში გადმოაქვს. და რაღაც პერიოდი ისევ სოფლიო ისტორიის ცენტრი ყოველ შემთხვევაში 320-იანი წლებიდან 240-იან წლებამდე ბრუნდება დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში ისევ ძველ არეალში. მაგრამ მე-3 საუკუნის შუა პერიოდში მსოფლიო ისტორიის ისტორიულ პროცესებს გულისხმობთ, ხალხის ომის ცენტრი მართლა გადადის გაცილებით დასავლეთით. ეს არის ის პერიოდი, როდესაც იწყება ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ სივრცეში პირველობისათვის ბრძოლა რომსა და კარტაგენს შორის. დეტალებს არ შევეხები, თლიანობაში მიმდინარეობდა 264 წლიდან 146 წლამდე, 100 წელზე მეტხანს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ომი რომა დაიწყო როგორც რეგიონალურმა სახელმწიფომ, რომელიც ვერ აკონტროლებდა და არ აკონტროლებდა თანამედროვე იტალიის მთელ ტერიტორიასაც კი, არც სიცილიას, არც სარდინიას და არც პოსტ-ჩრდილოეთით მიწებს, მაგრამ ომი დამთავრდა, რომ რომი იყო მსოფლიო ჰეგემონი.
და რომის ხელში ამ ომის ბოლოს იყო არა მარტო მთელი თანამედროვე იტალია, არამედ ესპანეთის ზღვის სანაპიროების სერიოზული ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკა თავის კართაგენიანად, მთლიანად თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორია და მცირე აზიის გარკვეული ნაწილი, ცნობილი პროვინცია აზია, რომელსაც გადაწყვეტა. რომის პერიოდი, ანუ როდესაც რომი ხმელთაშუა ზღვის არეალში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ისტორიის ცენტრი არის აქ. და ეს ისტორიის ცენტრობა რომისა, რომ ყველაზე დიდი პროცესები სწორედ აქ ხდებოდა, გაგრძელდა დაახლოებით მითრიდატეს ომებამდე. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს თქვა იგივე კეისრის დაპირისპირება პომპეუსთან და კეისარიც შემოდის მცირე აზიაში, სირია, პალესტინაში, ეგვიპტეში, ისევ ძველ სივრცეებთან. მერე ავგუსტუსის და ანტონიუსის დაპირისპირება ისევ აქ და ამის შემდეგ უკვე მოყოლებული ახალი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნემდე. მსოფლიო ისტორიის ცენტრი ერთმნიშვნელოვნად გადმოინაცვლებს ძველ სივრცეში. და რატომ? იმიტომ რომ რომის ჯერ მთავარი კონკურენტი იყო პართიის სამეფო. შემდგომში რომის კონკურენტი იყო სასანური ირანი, მერე ბიზანტიის კონკურენტი იყო სასანური ირანი, შემდგომში ბიზანტიის არაბული სამყარო, შემდგომში სელჩუკები და ასე შემდეგ. და ამ პერიოდში, ანუ ბიზანტიის და მანამდე რომის არსებობის პერიოდში მთავარი საზღვარი დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის გადის ევფრატზე და გადის კავკასიის ქედის განშტოება ლიხის ქედზე. ყველაფერი და მთავარი სადაო ტერიტორია, მათ შორის როგორც წესი, არის ევფრატის ზემო წელი და მცდელობა იმისა, რომ საზღვარს გადაწევს, თქვა და რომის, ბიზანტიის, მთელი მცდელობებია, რომ საზღვარი გადაწიოს კასპიის ზღვის სანაპიროებამდე და სპარსეთის ყურამდე, ხოლო აღმოსავლური იმპერიების, ეს იქნება პართია, ეს იქნება სასანური ირანი, არაბული სამყარო, რა თქმა უნდა, თვითმიზანია, რომ საზღვარი გადმოწიონ სულ მცირე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე და კარგი იქნება თუ გადმოწევდნენ, მათ ისინი ასე ფიქრობენ, შავი ზღვის სანაპიროებამდე. მთელი სამხედრო პოტენციალი, მთელი ეკონომიკური პოტენციალი, რაც კი ამ ორ სახელმწიფოს თავისი ზეობის ზენიტში, როგორც იყო ბიზანტია იუსტინიანეს დროს და ირანი ხოსრო პირველის დროს მოახმარეს ომს ლაზიკაში. ამის შემდეგაც ეს პროცესები თუ დავაკვირდებით აი არაბულ პერიოდში. რა თქმა უნდა, არაბეთის სახალიფოების პერიოდში ეს იქნება მე-7 საუკუნიდან მე-8 საუკუნის შუა პერიოდამდე დამასკოს სახალიფო, მერე ბაღდადის სახალიფო, შემდეგ უკვე აქ მოდიან სელჩუკური ტომები, ყველა პროცესი მიმდინარეობდა ისევ კავკასიონის ქედიდან სპარსეთის ყურამდე ზაგროსის მთებიდან ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებამდე. შემდგომში ჩვენ ვხედავთ ჯვაროსნულ ლაშქრობებს და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ზესახელმწიფოს, რომელიც აი იმდროინდელი საქართველოს მსოფლიოს ლიდერია და რა თქმა უნდა პროცესი ისევ ამ რეგიონშია. და ესე გაგრძელდა კონსტანტინოპოლის დაცემამდე. ეს იყო თემურლენგის შემოსევების შემდეგ, მანამდე მონღოლების შემოსევები თუ ისევ ბოლო პერიოდი საქართველოს ფეხზე დადგომის, რა თქმა უნდა, მთავარი პროცესები მიმდინარეობდა კავკასიასა და სპარსეთის ყურეს, ზაგროსა და ხმელთაშუა ზღვა შავი ზღვის არეალს შორის. და რა ხდება? მე-15 საუკუნის შემდეგ ეცემა კონსტანტინოპოლი აღმოჩენების გამო მსოფლიო ისტორიის ცენტრი, პოლიტიკური პროცესების ცენტრი გადადის აღმოჩენების და ხდება ახალი ლიდერები. ეს არის პორტუგალია, ეს არის რა თქმა უნდა ესპანეთი, რა თქმა უნდა ნიდერლანდები, რა თქმა უნდა კონტინენტურ ევროპაში ჯერ საფრანგეთი და მსოფლიო ოკეანეზე მთელი მე-18-მე-19 საუკუნე ბრიტანეთი. მერე აქ გამოდიან ახალი ლიდერები, თქვა გერმანია რაღაც პერიოდში, მე-19-ის ბოლო მე-20-ის დასაწყისი თავის პრეტენზიებით გაერთიანებული იტალია, რეალურად რუსეთიც, რომელსაც პირველი განაცხადები, პირველი რომ მეც ვარ, ქონდა მე-18 საუკუნის დასაწყისში პეტრე პირველის დროს და ცოტა უფრო ხმამაღალი შეიძლება ეკატერინე მეორის დროს მე-18 საუკუნის მიცვრულს, მაგრამ აშკარად ალექსანდრე მეორის რეფორმების შემდეგ ისიც ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე აცხადებს პრეტენზიას და ამ დროს ნახეთ რა არის მთავარი ბატალიებისად ხდება. ხდება იმ რეგიონებში, იმ სივრცეში, სადაც თქვათ მთავარ როლს თამაშობს საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, რუსული სივრცე. ანუ ალპების ჩრდილოეთით გადაინაცვლებს.
ყველა ცნობილი დიდი ომები, რომელმაც გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიის ბედი, თქვათ, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეებში მოხდა აქ. შემდეგ რა თქმა უნდა, აქ ხდება ნაპოლეონის ომები ზუსტად ამ სივრცეში, ხო, პარიზიდან მოსკოვამდე. შემდეგ გვაქვს გარკვეული შესვენება, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული ომი ნაპოლეონის ომების შემდეგ პირველ მსოფლიო ომამდე ისევ იყო საფრანგეთ-პრუსიის ცნობილი ომი 70-71 წლებში 1800. შემდეგ პირველი მსოფლიო ომის არეალი არის ხსენებული რეგიონი, ცენტრალური ევროპა და მაქსიმუმ ესე მოსკოვსა და პარიზს შორის არის მოქმედებები. ეს არის 1914-18, იგივეს უყურებთ 1929-45 და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ომის შემდეგ აბსოლუტურად ახალი აქამდე არ მონაწილე პროცესებში ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები გამოჩნდა, თქვათ, ერთი ბანაკის ლიდერად და პრინციპში ყველაზე უფრო ძლიერ სახელმწიფოდ, ხოლო მეორე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახმელეთო ჯარების მქონე სახელმწიფო დაფიქსირდა საბჭოთა კავშირი. მათ შორის ცივი ომის დროს თავარი წყალგამყოფი, ეხლა ვიცით რომ იყო ქალაქი ბერლინი და მართლა 60-იან წლებში გააშენა ხრუშჩოვმა სიმბოლოდ რო იქცა ბერლინის კედელი. და ასე გაგრძელდა 1991 წლამდე. მაგრამ ნახეთ რა არის ამ დაახლოებით, ესე იგი ეს იყო 500 წლიანი პროცესი. 550 წლიანი პროცესი. და ამის შემდეგ თანდათანობით პროცესები 90-იან წლებიდან ინაცვლებს ისევ შავი ზღვის, ისევ სპარსეთის ყურის, ისევ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებს. გავიხსენოთ უბრალოდ ჩამოთვალ. ეს იყო ცნობილი მოვლენები, ხო? გარკვეულწილად ავღანეთის ომი სხვა შორის მაშინ მოჩა. რაც ჩვენ ვიცით, ერაყში მიმდინარე პროცესები, ერაყის პირველი ომი, ერაყის მეორე ომი. ომები საქართველოს ტერიტორიაზე, თქვათ, ეგრეთ წოდებული ეთნოკონფლიქტები, რაც რუსეთ-საქართველოს ომები იყო, ხო, 90-იან წლებში თუ 2008 წლის. თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესი, რომელიც შავი ზღვის პირეთშია და ყირიმმა გამოიწვია შავი ზღვის აუზის ერთ-ერთმა მთავარმა ნაწილმა, ხო? იგივე აღარაფერს აღარ ვამბობ პალესტინის ომებზე, ისრაელის ომებზე და ვთქვათ, აი იმ სირიის პროცესებზე. და მთელი მსოფლიოს ყურადღება უფრო და უფრო კონცენტრირებული აქვს. მეტიც 90-იან წლებიდან ხდება აბრეშუმის გზის აღდგენა, იმიტომ რომ ახალი ლიდერი ჩნდება, კიდევ ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო პოლიტიკაში. ჩინეთი, არსებობს ევროკავშირი, რომელიც ერთიანდება და უეჭველი ლიდერია და მათ შორის მთავარი სახმელეთო გზა დამაკავშირებელი. რა თქმა უნდა იყოს ზღვაზე არანაკლებ, ისევ სახმელეთო მონაკვეთი და ნებისმიერ შემთხვევაში ამ სახმელეთო მონაკვეთში ხსენებული რეგიონი, სივრცე კავკასიონის სამხრეთით, სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით, ზაგროს მთების დასავლეთით და ხმელთაშუა და შავ ზღვას შორის აღმოსავლეთით მდებარე სივრცე ბრუნდება. მსოფლიო ისტორიის ცენტრი უბრუნდება თავის ბუნებრივ სივრცეს. და ეკედა გავაკეთოთ დასკვნა. 5500 წლის მანძილზე მსოფლიო ისტორიისა დაახლოებით 4900-5000 წლის მანძილზე მსოფლიო ისტორიის ცენტრი იყო ის რეგიონი, რომელსაც ვეკუთვნით ჩვენ. მხოლოდ ერთად აღებ ვთქვათ, აი, როცა რომის პერიოდში გადაინაცვლა დაახლოებით 100-150 წელიწადი, სადაც 400-დან 500 წლამდე ხდება მონაკვეთი, როდესაც ცენტრალურ ევროპაში გადაინაცვლა, ხო, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი. 500-600 წელი იყო მსოფლიო ისტორიის ცენტრი გასული რეგიონიდან. დაახლოებით 4900-5000 წელი მსოფლიო ისტორიის ცენტრი 10-ჯერ უფრო დიდი დრო იყო ჩვენს რეგიონში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ ამას. შეიძლება ეს არის რისკები, ხიფათები, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ერთი რამ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, ძალიან დიდი პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა თუ აი ამას სერიოზულად და სწორად შეხედავს, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს უმნიშვნელოვანეს ფენომენად იქცეს, როგორც ეს იყო